მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. გულთბილის სიყვარულით, ისეთივე გულთბილის შეიძლება ვერ შევძლოთ, როგორც თქვენ ამ 3 დღის განმავლობაში. ისეთი კომენტარები და ისეთი სიყვარული და ისეთი გამოხმაურება მოყვა ჩვენს ვიდეოს. აბსოლუტურად ვცდილობ მართლა ყველა კომენტარი წავიკითხოთ და რავი, თუ გამოგრჩა ვინმე, ძალიან დიდი ბოდიში. აი, ყველა დილა იწყება ამ კომენტარების წაკითხვით, და ღამით პოზიტიურად სრულდება. დამოხტვით და შემდეგ ვიწყებთ ვაგრძელებით ცხოვრებას. უღრმესი მადლობა ყველას. ეხლა ცოტა ცუდი ამბავიც გვაქვს სათქმელი და თქვენი გვერდში დგომა გვჭირდება. ალბათ შეამჩნევდით, მხოლოდ 4 ვიდეო გვიდევს YouTube-ის არხზე. YouTube-მა ცოტათი გაამკაცრა წესები, რაც ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა, ებრძვის ამ კონტენტს და ბევრი შეცდომა მოდის თვითონ YouTube-საც. შესაბამისად, ჩვენც მოვყევით ამ შეცდომაში და 2 სტრაიკი მივიღეთ. მათ შორის ამ ვიდეოზეც რა და რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე სტრაიკი თუ მოგვივა, არხი გაუქმდება და ვერასდროს ვეღარ დავიბრუნებთ. არხი, რომელზეც 7 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ჩადებული. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სანამ მესამე სტრაიკი მოგვივა და ღმერთმა არქნას რომ მოგვივიდეს, ალტერნატიული არხი გავაკეთოთ. რამე რო იყოს, რომ ჩვენ ვიდეოების დადება გავაგრძელოთ. აღწერაში იქნება ლინკი მითითებული აუცილებლად და ძალიან გთხოვთ, გამოგვიწეროთ ამ არხზე, იმიტომ რომ საშიშროების წინაშე ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დარღვევას ჩვენ რასაც გვიწერს YouTube-ი არ ვასრულებთ, ყოველდღიური პროცესები გვაქვს, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და გავაგრძელოთ აქტიურად ვიდეოების ატვირთვა. ორკვირიანი მოგზაურობა, რაც ჰქონდა ის behind scene-ები, ანუ ის კადრები, რომელიც ვიდეოში არ მოხდა, ძალიან საინტერესოა და ძალიან ემოციურია და გვინდოდა რომ დაგვედო, მაგრამ ვერ ვდებთ, იმიტომ რომ აკრძალვა გვაქვს YouTube-ზე. დაახლოებით ორკვირიანი შეზღუდვა გვაქვს, ეს რაც უეჭველი ვიცით და მე არ ვიცი, ღმერთმა ქნას რომ მალე მოვახერხოთ დაბრუნება მთელი ძალებით რა. თხოვნა არის რომ გამოგვიწეროთ ამ არხზე. სულ ეს იყო რაც გვინდოდა გვეთქვა. არხი აღწერაში იქნება და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამოხმაურებისთვის. ნამდვილად.